მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. მინდა დღეს ჩავატაროთ ბატონი არჩიკო თალაკაზის პოეზიის საღამო. მის მემორიალურ დაფასთან დღეს გვექნება მისი ლექსების წაკითხვა. მოდით დავიწყოთ მისი ლექსი. ბატონო ვასო, თქვენი თქვა დავიწყოთ, როგორ ფიქრობთ თუ ბატონ ზაქროს? მოდი ბატონ ზაქროს დავუწყოთ. კი ბატონო. გაცნობითი ხასიათის პირველი. კი ბატონო. წერა მე არ მისწავლია, წერის ნიჭი თან დამყვა. მე გურული პოეტი ვარ ფსევდონიმით თალაკვა. ძლიერ მიყვარს სუფთა ჩაცმა, ფეხსაცმელის გალაკვა. ლექსი არ დამიწერია ლექსმა, თვითონ მთალაკვა. საინტერესო ლექსი. თქვენის ნებართვით გავაგრძელებ ბატონი არჩილის შემოქმედებას. ლექსის წერა არ გამომდის. ეს ხომ ნიჭია, ნიჭი. ალუჩა შვილი ეყოლა. არის ბიჭია, ბიჭი. საინტერესოა. და ბოლოს ბიჭუ, ანუ თოფის ბიჭუ, ესე ის. კი ბატონო. აქტუსი უდაბნოში ესე ქვია ლექსი. აქტუსი უდაბნოში გამარჯობა ნანადეიდა. აქ ნუ დააყენებთ 5 წუთი გავდივარ. 2-5-იანი ხომ არ გექნებათ ლიფტისთვის მინდა? 5-იანი? თანაც 2. ეთყობა ის 9 წელი და გავიწყდა. სტუდენტობა. კარგი იყო სტუდენტობა, უფულო და ლაღი. მარშრუტით უნდა გამევლო გრძელი ვერის ბაღი. მახსოვს კეფა რომ ამეწვა მომემატა ჯავრი. თურმე მძღოლმა შეამჩნია უბილეთო მგზავრი. გავაგრძელებ თქვენს ნებართვით. 8 წელია ყველგან ვეძებ. ვერ ვიშოვე კიკინა. მაპატიეთ ამ რითმისთვის, ჩემმა ლექსმა მიკბინა. მეგობარი, ესე ქვია ლექსი. მეგობარი გვერდით მიდგას, მე როგორც ბიძაშვილი, გარითმაშიც მეხმარება დავით მათიკაშვილი. საინტერესო სიცელქე. ჩემი საყვარელი გიგის. ალუჩის ბაჟე, ლიმნის ლობიო, ბორში 12 კვერცხი დავთვალე. გონი ჯობია საყვარელ ბებოს, რომ დავუბრუნო მისი სათვალე. შენ მანქანა, კარგი სახლი, მეცხოვრება ამაო, ეგ თუ ლოცვის შედეგია, მეც დამლოცე მამაო. საინტერესო. არჩიკო თალაკაზის მესაფლავე. როცა მანქანაზე ვზივარ, ხალხს არ უნდა გავასწრო, თანაც ყვავილებს ვერ ვაატევ, არ ვიცი სად დავაწყო, გვერდით მჯდომი სულ ქვითინებს, უკან მჯდომი ჩუმია, დღე და ღამრო ვატრიალებ კატაფალკის რული. წრფელი ლურსმანი. წრფელი ლურსმანი. ასათაური ესეთი? კი ბატონო. დიახ. როცა ამ სტრიქოს იგონებს მგოსანი, ხის დედაპირზე იღუნება წრფელი ლურსმანი. რაღაც სტკივა, რაღაც აწუხებს, თითქოს იგუდება. წრფელი ლურსმანი ასე უმოწყალოდ იღუნება. და ამ ქაოსში რა საეჭოთ ისევ დუმს გლდანი, ისევ ტკივილით იღუნება წრფელი ლურსმანი. გლდანის ტყეებთან ფიცრებს შორის სიბნელე მოსჩანს, ცუდი ლურსმანი მოუწია ბაზარში გოჩას. მე თუ არ შემიძლია ბატონოვანო, ნუ. გავაგზავნოთ. ლექსის სათაურია რომანტიული ტაქსი. რომანტიული ტაქსი. დიახ. ტაქსი დავდივარ მე ჩემ ქუჩებში. ქალი ჩამიჯდა, ფული არ ქონდა. ამ დროს უყურებ მე მას ტუჩებში და 10 წუთით ჩემზე გათხოვდა. საინტერესო გავაგზავნოთ მეზობლის ბებია, ესე ქვია. ბებია ჩემს შეუსწარი ბაბუასთან საწოლში. ერთი ღამე გაუცვლია 100 გრამიან მაწონში. ჩემს თვალებს ვერ დაუჯერე და კინაღამ გავრეკე. რამე ხომ არ შემეშლება თქო კვიციანთან დამოჩ. კვიციანმა გამაჩუმა არ გაიგოს ბებიამო, როგორც მე წარმომედგინა ზუსტად ისე შვებიანი. ხედავ ამას ხო დანახვა უნდა დიახ. გიჟი მარტი. გაზაფხული მიყვარს მეტად, გოგონებით, ამბებით, ძალიან გრძელი ფეხებით და ძალიან მოკლე კაბებით. გაფურჩქნული ვარდები და ხეზე მჯდომი ტორფები, მაფსიხებენ სურვილები, მაგიშობენ ქორფები. უფროსი ქალებიც მომწონს მართალია ბალზაკი. გონი, ძალიან გამეწელა გარდატეხი სასაკი. დაღალული ორგანიზმი. სველი ალუჩა, ფიფქები, ძეხვის ტორტი და მანძილი. შევწუხდი მეტი ქიშმიშით, ვადაგასული ღანძილით, ფიქრობ და ვიხსენებ. ეს კუჭი რატომ ეწამა? მიზეზი აღმოაჩინე. თევზი არ უნდა მეჭა.
ბრავო. სიტყვები არ მყოფს. აქტუალური თემა დაპირისპირებაზე წერს ქართულ ოცნებაში. მონობა მისი პროფესია, ბიძინა მისთვის ავგაროზია, ყობახიძეში არის მორჩილი და ჩემში უფრო ტარტაროზია. საინტერესოა. დიახ. მე ამ კაცის დანახვაზე რითმებიც კი გადავხაზე. ჩვენ სამნი ვართ ქვეყანაზე. მე აჩო და თალა. ხედავთ, აი სამი ადამიანი ცხოვრობს მასში, აი მე არ ვიცოდი. და დღეისათვის ბოლო ლექსი მინდა წაგიკითხოთ ძვირფასო ტელემაყურებლებო. დიდება ქვია ამ ლექსს. ჩემი დიდებით მე დღეს ვარ მინიმუმ ბაგრატიონი, მთავრობამ ჩემი დაკარგა ახალი გალაქტიონი. ეს ფრაზა მუდამ დარჩება უშრეტი როგორც რიონი. შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და თალაქტიონი. აი ეს არის ძვირფასო მეგობრებო. ეს უნდა დაუყოვოთ ჩვენს შთამომავლობას. დიდი მადლობა.